სალამო მშვიდობის, როგორ ხართ მეგობრებო? თემა არ მაქვს ზუსტად მოფიქრებული და პირდაპირ აი აქ ვიკითხავ რა სურს ტაროს, ანუ რა თემაზე სურს საუბარი ვიკითხოთ. და იმის მიხედვით მოვიფიქრებ. უცნაურ ენერგიებს ვგრძნობ. აქ არის უფრო მეტად ტაროს ოპერატიუმ და ურთიერთობებზე, სადაც სხვა ადამიანი ერევა, ანუ ოჯახის წევრების ჩარევა ურთიერთობებზე, ანუ თქვა და დედების ჩარევა შვილების ურთიერთობაში, ბებიების ჩარევა, ანუ რაღაცნაირად ხელის შემშელ ფაქტორებზე უნდა ტაროს საუბარი. მოდი მაშინ ორ ვარიანტს ავიღებ, როგორც ყოველთვის. პირველი ვარიანტი და ეს იყოს მეორე ვარიანტი. ვისაც გაქვთ ეჭვებიც, რომ თქვენ ურთიერთობაში, თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ურთიერთობაში ცუდად ერევა მესამე პირი, მოდი ასეთ ურთიერთობებზე გავაკეთოთ, როგორია ამ მომენტში რა ხდება, რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს, რა არის წინახოთება. ზოგადად ეხლანდელი ენერგიები რა მდგომარეობაში არის თქვენი ურთიერთობა ტაროს აზრით. მით ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი შესაძლებელი არის ამ ეტაპზე განიცდიდეს უსუსურობის შეგრძნებას. პირველ ვარიანტს ამ სიტუაციაში არ შეუძლია რაიმეზე გავლენის მოხდენა ურთიერთობაზე. უმრავლეს შემთხვევაში აქ დაპაუზებულ ურთიერთობას ეხება ეს გაშლა და თუ მაინც პირველ ვარიანტს გარკვეული სახის მიმოწერა გაქვთ ან რაღაც, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან შემცირებული არის აქ კონტაქტიც, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება, კომუნიკაცია ძალიან ნაკლებია. უმეტესად შესაძლებელია შეწყვეტილიც და უნდა იცოდეთ, რომ განსაკუთრებით მამაკაცები განიცდიან ამას ძალიან მზდაფრად. თუ გგონიათ გოგოებო, რომ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი ამ ეტაპზე არ იტანჯება, ძალიან ცდებით, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ აქ არ შეუძლიათ აქტიურობა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და ასე ვთქვათ, თავშეკავებულები არიან, მაქსიმალურად ცდილობენ დაელოდონ შესაბამის დროს გარკვეული პრობლემები. ნუ ნახოთ აბა ხა რა არის ეს პრობლემები. როგორც ჩანს, ორივე საუბრობს სხვადასხვა ენაზე. შესაძლებელი არის განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ ურთიერთობაზე. აქ თითქოს რაღაც მომენტში ერთმანეთს ეჯიბრებით კიდევაც. ქალბატონებს სურს თავისებურად ეს ურთიერთობა რომ გაგრძელდეს, ანუ რაღაც საუბარი შეიძლება ყოფილიყო, სადაც ვერ შეთანხმდით, მოკლედ რანაირად განვითარდებოდა მოვლენები. აქ როგორც ჩანს, მამაკაცსაც უნდა იყოს პირველი და ყველაფერი თვითონ როგორც მოესურვება ისე ხდებოდეს. რაღაცნაირად ჯერჯერობით აქ მესამე ფაქტორს არ მიჩვენებს, აქ უფრო ურთიერთდაპირისპირება არის ასრობრივი შეხედულებები. თუმცა აქ მაინც არის სიყვარული, ოღონდ ცოტა მტკივნეული სიყვარული არის პირველ ვარიანტთან. მოდი ვიკითხავ, აბა აქ თუ არსებობს მესამე ფაქტორი. რის გამოც არის ეს ურთიერთობა ესე. მესამე ფაქტორი, აქ იცით რა არის, აქ განსხვავებული სიტუაცია არის, მინდა ვთქვა, მაქსიმალურად ჩარევა შეიძლება ხორციელდებოდეს საერთო სამეგობროს, საერთო სანათესავს, რაღაცა ბევრი ადამიანი ელოდება თითქოს თქვენი ურთიერთობის განვითარებას და რაღაცა მომხრეები უფრო ნაკლებად. აქ თითქოს წინააღმდეგობა, აი მესამე ფაქტორი ვიკითხეთ და კი გამოვიდა საკმაოდ ბევრი ადამიანები ამ ურთიერთობის წინააღმდეგი. აქ შესაძლებელი არის არჩევანის წინაშე აყენებდნენ რომელიმე მათგანს, რომელიმე თქვენთაგანს. კარგი. მოდი რა უნდა იცოდეთ პირველმა ვარიანტმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვნახოთ. ამ ეტაპზე არაფერს არ აქვს აზრი, ამ ეტაპზე უნდა ბევრი იფიქროთ, არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღებაში.
ის მომენტი, ანუ ის სევდიანი მდგომარეობა, რაც გააქვთ, ეხა კი შეიძლება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რაღაცისგან დაგიცავთ, ანუ ეხლანდელი პაუზა საჭირო არის თქვენი ურთიერთობისთვის, მეტი დაფიქრება გმართებთ, აქ როგორც ჩანს შესაძლებელია გოგონა იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდა პარტნიორს და აი რაღაცა დედობრივი ზრუნვა ქონდა, გადაზედმეტებული, ცოტა უკვე ასე ვთქვათ, თავის პიროვნებას არაფრად აღარ თვლის და გაორიენტირებული არის პარტნიორზე. ასევე ამას ემატება ისიც, რომ იქ წინააღმდეგობებიც არის რაღაცნაირად ემოციურად და ენერგეტიკულად, მაინც საჭირო ენერგიები არ არის და კამათიც გვაჩვენა, ანუ ცოტა დაძაბული სიტუაცია, მეც გაშლის დროს რაღაცა ცოტა არეულიც ვარ. უნდა იცოდეთ, რომ მოკლედ რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე, ეს ესე არის საჭირო და თქვენ არაფერში არ უნდა ჩაერიოთ, არკანიც გადმოვარ და ყველაფერი უნდა აცადოთ და დაუსხმოთ, უნდა მოკლედ გზა უნდა დაუთმოთ მამაკაცს და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს მოკლედ ეს დასდას გადაირია. აი უნდა იცოდეთ, ანუ თქვენ არაფერში არ ჩაერიოთ, არაფერი მანიპულაცია არ უნდა გააკეთოთ ამ ურთიერთობაში, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს. მოდი ახლა ვიკითხოთ. თან სანამ რამეს ვიკითხავ, იმასაც ვიტყვი, შესაძლოა პირველ ვარიანტზე სხვა შეკითხვები გამიჩნდეს, მეორე ვარიანტზე სხვა, ესეც არ არის ანუ აუცილებელი რომ სტანდარტულად ერთნაირი დაისვას. და მოდი აქ რჩევას ვიკითხავ, რა რჩევას მისცემს ტარო პირველ ვარიანტს. დაიხსენით ამ ყველაფერს, ანუ ეს თქვენთვის არ არის კარგი, ეს არის დამაზიანებელი, აქ ისედაც ჩანდა ეს ყველაფერი. ამოწურეთ უკვე ლიმიტი ჩათვალეთ რაღაცნაირად. ამაზე მეტი არაფერი არ მოხდება, თუ რაღაცა მოხდება, ისევ იგივე წრეზე წახვალთ, ანუ უნდა ჩაეხსნათ ამ სიტუაციას, ამ ადამიანს და ეს პაუზა კარგი იქნება უკვე მძიმე წერტილად თუ გადაიქცევა. აი რაღაცა ამდაგვარი რჩევა წამოვიდა. მადლობას გიხდით პირველ ვარიანტს. და ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ, რომ თქვენივე სამომავლო ბედნიერებისთვის არის საჭირო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ამ ადამიანთან დარჩებით და აი აღდგება ურთიერთობა, სამომავლოდ აი ესე 10-იანი თასები, ესეთი სიყვარული ცავსე ენერგიები ნაკლებად გველოდებათ. ჯობია დაასრულოთ ამ ადამიანთან. ესეთ იყო, ვინც პირველი აირჩია. მადლობას გიხდით, მოგესალმებით მეორე ვარიანტო. ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, როგორ ენერგიებში არის თქვენი საერთო ენერგია, ან ურთიერთობის საერთო ენერგია როგორია. აქ მინდა ვთქვა, რომ ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი დოზით არის ვნება. ამ ურთიერთობაში ორივე ადამიანი იზრდებით, ძალიან იცვლებით გარშემოყოფებისთვის. შესაძლებელი არის ამ ურთიერთობის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოიშოროთ და დაკარგოთ. და უნდა იცოდეს სამყაროსგან ხდება, ანუ თითქოს რაღაცა ჭკუის სასწავლებელი ურთიერთობა არის. არც მარტივი არ არის ნამდვილად, მაგრამ ვერც ეშვებით ამ ყველაფერს, დიდი დოზით არის აქ მიჯაჭვურობა. ყოველი დასასრულის შემდეგ ახალი დასაწყისები არის. ასეთი ამბები მოკლედ. მოდი ვნახოთ აქ მესამე პირი თუ არის, ვიკითხოთ, მაინც გაშლის თემა მესამე ფაქტორები იყო. აქ მესამე ფაქტორი უფრო ნაკლებად, აქ უბრალოდ არის ურთიერთობა, სადაც ერთ-ერთ მხარეს ვერ მიუღია გადაწყვეტილება ეს ურთიერთობა რამდენად იმსახურებს სერიოზულ ეტაპზე გადასვლას და აქ შესაძლებელი არის იყოს მამაკაცი ამ გაურკვეველ მდგომარეობაში. თითქოს რაღაცნაირად მნიშვნელოვან მომენტებში უკან იხევს ხოლმე ეს ადამიანი. აქ არის შინაგანი კონფლიქტი საოცარი და ასევე აი აქ უკვე გამოჩნდა კიდევაც ოჯახის წევრი, ვისთანაც გაუთავებელი ეს დაპირისპირება არის, როგორც ჩანს, აი მესამე ფაქტორი არამედ კი, მაგრამ ბოლოში მაინც მაჩვენა თავი, რომ ანუ თვითონ ადამიანიც გაურკვეველ მდგომარეობაშია და უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ამის პარალელურად თვითონ ოჯახის წევრი ახლობელი ადამიანი შეიძლება იყოს დედა, ბიცოლან, ასე ნუ ვიღაცა, ქალი, მდედრობით თუ გინდა და ზოგი შემთხვევაში ახლა საჯარო გაშლა არის,
გამუდმებით უქმნის ისეთ ნიადაგს ამ ყველაფერს, რომ ეს ადამიანი დაიძაბოს მაქსიმალურად და ეს კითხვის ნიშანი, რაც ამ ადამიანს აქვს, თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ანუ ვერ გამოერკვეს ეს კითხვის ნიშანი, დარჩეს კითხვის ნიშნად და ეს ადამიანი დატოვოს ეს ემოციურ დისბალანსში, აპათიაში, აი ყველანაირად ცდილობს აი ეს ჩვენი ხმლების დედოფალი, ეს საკმაოდ მკაცრი ადამიანი და რაღაცნაირად კომპლექსებით დახუნძლული ადამიანი, მინდა ვთქვა, შესაძლებელია თავის დროზე არ იყო თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში და ახლა თითქოს ყველაფერი უნდა რომ გადაიტანოს ამ ადამიანზე, ესეთია. მოდი რა უნდა ვიცოდეთ ახლა ამ ურთიერთობაზე, ნახოთ. ამ ურთიერთობაზე უნდა იცოდეთ, რომ აი ამ ხმლების დედოფალს ეს ადამიანი ჟარგონი მოვიდა ცოტა ისეთ სიტყვა და არ ვიტყვი, გაუშვებს ჯანდაბაში, მოდი ასე ვთქვათ და ეს ადამიანი გაიზრდება, გახდება იმპერატორი, საერთოდ არ შეეკითხება არაფერს და ეს ქალი შეიძლება იცით როგორ იყოს, თავისთვის იჯეს ბუტბუტებდეს ილანძღებს, მაგრამ უკვე აღარ აქცევდეს მნიშვნელობას, ან ეცოდებოდეს, შეცოდება წამოვიდა უკვე. ადამიანი იზრდება ამ ქალის გულის გასახეთ კატალოგები ესე ვიტყვი, რაღაცა ძალიან აბრაზებს. უნდა იცოდეთ, რომ სერიოზული ბრჭყალებში ომი შეიძლება იყოს მათ შორის, ოღონდ ეს დამთავრდება ამ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის გამარჯვებით და დარჩება ის ადამიანი თავის ნეგატიურ ენერგიებში. ანუ ალბათ დაიმსახურა ეს ყველაფერი. აპლოდისმენტებიც არის აქედან და გილოცავთ მეორე ვარიანტი. რაც შეეხება რჩევას ამ სიტუაციაში, თქვენთვის მიზანშეწონილი არის ყველაფერს გაგებით მოეკიდოთ, იცოდეთ რომ ყველაფერი მალე ვერ შეიცვლება და არც არის საჭირო აქ როგორც თქვი სამყაროსგან არის ეს ურთიერთობა მოსული და გარკვეულწილად უნდა გაიზარდოთ ნამდვილად, თქვენთვის არის საჭირო ეს ცოტა მტკივნეული ურთიერთობაც, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ ყველაფერი დაალაგდება აუცილებლად. ოღონდ უბრალოდ აი როგორც გითხარით, დროში არის გაწელილი, ანუ მზად ყოფნა გამოთქვით რომ მოითმინოთ რაღაცეები და საბოლოო შედეგი იქნება ძალიან ძვირფასი და აღსანიშნავი, ანუ შესაძლებელია ეს ურთიერთობა გაცილებით ესეთი მაღალ საფეხურზე გადამსვლელი აღმოჩნდეს, ოღონ იქამდე გმართებთ მოთმინება. რჩევა არის ეს, ანუ ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, აი ესეთი რჩევა წამოვიდა, მადლობას გიხდით. ჩემო მეგობრებო, გემშვიდობებით, დროებით.